კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მიხეილ ყაველაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ყაზახეთის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა შუა დერეფნის გაფართოების პოტენციალზე და ამ მარშრუტის განსაკუთრებულად ერთობლივი ძალისხმევის საჭიროებაზე ისაუბრა. საქართველოს მონაწილეობდა ესეთ მაღალ დონის სამიტში და ჩვენ იმას ვიქონიებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, ჩვენი როლი გვაქვს გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, თან სდევს ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა, სამშვიდობო და სტაბილური მდგომარეობა და პარალელურ რეჟიმში ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ყველა ერთად აღნიშნავს. შუა დერეფნის თემა ძალიან მიმზიდველია, მით უმეტეს კიდევ უფრო მეტად იძენს თავის ფუნქციას და ყველა მიცის, რომ საქართველოს გარეშე ეს პროცესი წარმოუდგენელია და ყველა ამაში ერთხმად თანხმდებით. მქონდა უკვე ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, სადაც უკვე აღნიშნეთ, რომ ის ჩვენი ტრადიციული მეგობრობა, რომელიც წლებია ჩვენ გვაკავშირებს სხვადასხვა სფეროებში, სავაჭრო კუთხით, ეკონომიკის კუთხით, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის შექმნას, პროსტურად ხელმოწერას და ამაზე ჩვენ შევთანხმდით და უახლოეს მომავალში ამ ყველაფერს ექნება დასასრული და ყაზახეთი და საქართველო მოაწერს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს ხელს. საქართველოს პრეზიდენტმა ყაზახეთის დედაქალაქში რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღო მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში, რომელიც გაეროსთან პარტნიორობით გაიმართა. სხვადასხვა სახელმწიფო ლიდერებმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სირთულეებზე იმსჯელეს. ფორუმზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამხილდა დაკავშირებადობის პოლიტიკაზე. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც გარემოს დაცვითი მმართველობის გაძლიერებაზე, კლიმატის პოლიტიკის განვითარებასა და მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობაზე ისაუბრა. ამასთან ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტაბილურ და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზეც. რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის დანერგვა. ბოლო 10 წლების განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი, რომელიც ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, ხოლო დაცული ეკოსისტემების წილი დაახლოებით 23%-ია. ჩვენი მიზანია ეს მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ, რაც საერთაშორისო სამიზნე მაჩვენებელთან სულ თანხმდრაშია. 2026 წლის იანვარში ქვეყანამ დააწესა გარკვეული შეზღუდვები ერთჯერადი გამოყენების პლასმასის პროდუქციაზე, რაც გარემოს დაბინძურების შემცირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯია. ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, რათა გავზარდოთ უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა და გავაუმჯობესოთ ჩამდინარე წყლების წმენდის შესაძლებლობები, რაც ჩვენი მდინარეებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების უფრო ეფექტიანად დაცვის საშუალებას მოგცემს. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი სარწყავი სისტემების მოდერნიზაცია, კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრადი პრაქტიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა. მართვის ეფექტური სისტემები და ძლიერი ინსტიტუციური მოწყობა ფასს კარგავს მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. მიგვაჩნია, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ არასტაბილურ გლობალურ გარემოში. საქართველო კვლავაც განაგრძობს მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული დიალოგის მტკიცე მხარდაჭერას, რამაც ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა. საქართველო ადასტურებს მზადყოფნას ყველა პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. ვენაში საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა იმართება. ფორუმის ფარგლებში მისასალმებელი სიტყვით წარსდგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. მან ეუთოს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს კონსტრუქციული ჩართულობასა და პრაქტიკული ზომების მიღებას ეუთოს მთელს ტერიტორიაზე მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების განსამტკიცებლად. მინისტრმა ისაუბრა საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში განსაზღვრული პრიორიტეტების შესახებ. ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე მე დეტალს ჩემი კოლეგა თეკლა ბესტავაშვილი მოგვიყვება, რომელიც ვენიდან გვერდება პირდაპირ ეთერში.
ვენეში ოფიციალურად გაიხსნა EUTHO-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობით. ეს იყო პირველი სესია ჩვენი ქვეყნის თავმჯდომარეობით. გახსნით სესიაზე სიტყვით წარსდგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ორგანიზაცია დგას. როგორც ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, ეს ვითარება აზიანებს ქვეყნებს შორის ნდობას და ართულებს დიალოგს. სწორედ პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა დღესვე დაასახელა ის სამი პრიორიტეტი, რომელზეც ფოკუსირებული იქნება ფორუმი საქართველოს თავმჯდომარეობისას. მათ შორის არის ადამიანის უფლებების დაცვა და უსაფრთხოების განმტკიცება. EUTHO-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ სერიოზული შეშფოთების საგანია და ჩვენგან დაუყოვნებლივ ყურადღებას მოითხოვს. კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე და EUTHO-ს დამფუძნებელი პრინციპების დაცვისა და პატივისცემის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოაჩენს. დღეს ვხედავთ თუ როგორ ირღვევა ის ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების სისტემის საფუძველი უნდა იყოს. ორგანიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მათ შორის ვენის დოკუმენტით გათვალისწინებული და ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისაკენ მიმართული სხვა ღონისძიებების განხორციელება მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას. რისკის შემცირების მექანიზმების ზეწოლის ქვეშაა, გამჭვირვალობისა და სამხედრო სფეროში პროგნოზირებადობის დონე დაბალია, ხოლო დიალოგის შესაძლებლობები ხშირად პოლიტიკური ან უსაფრთხოების ფაქტორებით იზღუდება. ამ კონტექსტში საქართველოს მტკიცედ სწამს, რომ შეთანხმებული პრინციპების მიმართ პატივისცემის და მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის აღდგენა ჩვენი საერთო ძალისხმევის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს. საქართველოს თავმჯდომარეობას გააჩნია მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებასაც ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ვაპირებთ. ფორუმის მანდატის გათვალისწინებით და წინა თავმჯდომარე ქვეყნების მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაყრდნობით საქართველოს უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე. პირველი უსაფრთხოების დიალოგი მიეძღვნება უსაფრთხოების პოლიტიკურ სამხედრო ასპექტზე EUTHO-ს ქცევის კოდექსთან შესაბამისობის გაძლიერებას, მათ შორის ეროვნული შესრულების მექანიზმებისა და მათი ეფექტიანი გამოყენების მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. მეორე უსაფრთხოების დიალოგი შეეხება შეიარაღებული კონფლიქტის გავლენას ქალებსა და გოგოებზე. შეიარაღებული კონფლიქტები კვლავ არაპროპორციულ და მრავალგანზომილებიან გავლენას ახდენს ქალებსა და გოგოებზე, მაშინ როდესაც ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სოციალური მდგომარეობის შენარჩუნებაში და წვლილი შეაქვთ მშვიდობის დამყარებისა და აღდგენის პროცესებში. მესამე უსაფრთხოების დიალოგი დაეთმობა კონფლიქტის პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევებს ქცევის კოდექსის ფარგლებში. მისი მიზანია გააძლიეროს მონაწილე სახელმწიფოთა ინფორმირებულობა მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების კუთხით. მათი ვალდებულებების შესახებ, მათ შორის შეიარაღებულ კონფლიქტებში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს შორის ურთიერთკავშირის შესწავლის გზით, ასევე განამტკიცოს ეროვნულ დონეზე ამ ვალდებულებათა ეფექტიანი განხორციელება. საქართველოს ყველაზე უკეთ იცის მშვიდობის ფასი. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და იმაზე, რასაც რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია ჰქვია. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ფორუმის თავმჯდომარეობის ფარგლებში საქართველოს გაითვალისწინებს ამ გამოცდილებას, რათა უფრო გაძლიერებული იყოს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. დღესვე მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე გააკეთა განაცხადი, რათა 2027 წელს გახდეს EUTHO-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების რთულ გამოწვევებთან უწევს გამკლავება და საკუთარი გამოცდილებით ვიცით გადაუჭრელი კონფლიქტების, სუვერენიტეტის დარღვევის, მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის რღვევის შედეგები, მაშინ როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და იქ უკანონო სამხედრო ყოფნას. სწორედ ეს გამოცდილება განსაზღვრავს ჩვენს მიდგომას ფორუმის თავმჯდომარეობასთან მიმართებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტრუქციულ ჩართულობასა და პრაქტიკული ზომების მიღებას EUTHO-s მთელ
ტერიტორიაზე მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ასევე ვაცნობიერებთ, რომ უსაფრთხოება მხოლოდ ფორმალური ინსტრუმენტების გამოყენებით არ მიიღწევა. ეს მოითხოვს მუდმივ ჩართულობას, ნდობის აღდგენასა და საფუძვლიანი არგუმენტების მოსმენასა და მათზე რეაგირებისთვის მზაობას. ასევე მსურს გაცნობოთ, რომ საქართველომ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. განაცხადის წარდგენა ადასტურებს ორგანიზაციისადმი ჩვენს მტკიცე ერთგულებას და უწყვეტობის, ინკლუზიურობისა და პროაქტიული ჩართულობის ღირებულებების მიმართ დამოკიდებულებას. საქართველოს თავმჯდომარეობისთვის მზაობას ადასტურებს. ეუთოს საქმიანობაში კონსტრუქციული მონაწილეობის ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების განუხრელად შესრულებასა და რთული უსაფრთხოების გამოწვევების გამკლავებაში შეძენილი პრაქტიკული გამოცდილებით, რეგიონული უსაფრთხოების ურთულეს გამოწვევებთან გამკლავების კუთხით დაგროვილი გამოცდილება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს ხელი შეუწყოს ეუთოს საქმიანობის უმაღლეს დონეზე წარმართვას. საქართველო მომდევნო 4 თვის განმავლობაში იქნება ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა. ამ პროცესში კი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს უსაფრთხოების კუთხით დიალოგის წარმართვაში. შეგახსენებთ, რომ ბოლოს საქართველო ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა 2009 წელს იყო. მადლობა, ეს თეკლა ბესტავაშვილი იყო. სააკაშვილ ბოკერია გვარამია სალიანში დაპირისპირება მწვავდება. გაერთიანების წევრებს მიხეილ სააკაშვილი მორიგი პოსტით მიმართავს და ოპოზიციონერებს მისი კომპლექსებისგან გათავისუფლებას და საქმეზე კონცენტრირებას ურჩევს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, თავად ერთობის მომხრეა, თუმცა თუ ერთობა მყიფია და მას ცენზურას უწესებს, ბრძოლისთვის ძალა ვერ იქნება. საკუთარი ლიდერის პოზიციას იზიარებენ ნაცმოძრაობაში, მეტიც ისინი კოლეგა ოპოზიციონერების ტაქტიკას ლუზერობის ფორმულას უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პოსტი თამარ ჩერგოლეიშვილისთვის მურიგი დასტურია იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა შიგნიდან დაყოფილია, რაც შეეხება ნაცმოძრაობის წევრების განცხადებას, ის რაც ლაშა ფარულავასთვის ლუზერობის ფორმულაა, ფედერალისტების ლიდერისთვის ალიანსის შეთანხმების დაცვა და ამ საკითხში უკან დახევას არ აპირებს. ოპოზიციაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე კი საუბრობენ სახელმწიფო გუნდში და აღნიშნავენ, რომ უცხოეთიდან მართულ და პოლიტიკურად გაკოტრებულ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში პროცესები ისე განვითარდება, როგორც ამას მათი გარე პატრონები დაუკვეთავენ. მეგობრებო, გაასწორეთ თქვენი სამიზნე. დროა გავთავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან და საქმეზე კონცენტრირდეთ ბოლომდე და თუ რამე არ გამოგდით, ის კი არ უნდა თქვათ მიშა გვიშლის ხელსო, არამედ კიდევ უკეთესად იმუშაოთ. მოდი მიშას ცენზურა დაუწესოთ პოლიტპატიმარს, რომელსაც სურს რომ ბრძოლა გაგრძელდეს და ის ბრძოლა იყოს ეფექტიანი. აი ეს პარადიგმა არა მხოლოდ დამაზიანებელი, არამედ არის ლუზერობის ფორმულა. ცხადია, მიზანი უნდა გაასწოროს ყველამ, არა მხოლოდ ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს, არამედ კი უფრო ეფექტური, უფრო ფართო კამპანია არის საჭირო. თუ ვინმე სურს ლუზერობა, აი ამ გზას დაადგება და ბევრი ადამიანია, რომელიც აი ამ გზაზე დიდი ხანია დადის. თუ ენემის რომელიმე ფრთისთვის ამ შეთანხმების დაცვა ცენზურას ნიშნავს, ეს მათი შიდა პრობლემაა და მე სხვა პარტიის შიგნით მიმდინარე დავებზე და სირთულეებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მათ უნდა გადაწყვიტონ, პარტიის შიგნით სურთ ამ შეთანხმების დაცვა და ნაწილად ყოფნა თუ რა სურთ. ყველას გვახსოვს ხო, რამხელა აურძაურეთ ზარზე იმით გვამცნობეს ერთობა, თუმცა მაშინვე ჩანდა, რომ ამ ერთობას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, ხო? წარმოუდგენელია ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გარედან იმართებიან და მათ საერთოდ ქვეყანასთან და ქვეყნის ინტერესებთან არანაირი თანხმედრა არ აქვთ. აბსოლუტურად აცდენილები არიან, ქვეყნის მტრები არიან, ჩვეულებრივად. შესაბამისად, ეს იყო თავს მოხვეული, გარედან მიცემული მითითებები და შედეგით სახეზია ხა ყველაფერი ნათელია და კარგად ჩანს, ხო, როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს, ლანძღავენ ერთმანეთს, საკუთარი ერთობა ვერ მართეს და ქვეყანა როგორ უნდა მართონ ამ ადამიანებმა. შეიძლება პიროვნულად ერთმა მეორეზე რამე თქვას, რამე ჭორი წამოროშოს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა და ამ ნაცმოძრაობას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას აქვს სააკაშვილის სახე და გადაფარულია ყველაფერი იმ სისხლითაც, იმ ქმედებებითაც, რომელმაც საქართველოში ძალიან ძიმე მემკვიდრეობა დატოვა. სააკაშვილი გვარამია ბოკერიას გაერთიანებას ეხლა ეს გვამინდებული მათთვის ჩვეულის ანდაბარბარა აქვს, ერთმანეთში ვერ გაუხვიათ პოზიციები, მაგრამ ეს დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ
არახალია, რა თქმა უნდა, ამ ტყუილებს რომ მოკლე ფეხები აქვს, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ წესით, როგორც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ, ასევე მათმა პატრონებმა, არც არჩევნებში არ აქვთ მათ შესაძლებლობა, რომ არჩევნების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ხოლო ხელისუფლების დამხობა, რომ არ გამოუვიდათ ეს უკვე რევოლუციური მცდელობების ჩავარდნითაც დასტურდება. ოპოზიციის აქტივისტ ალბინა კორძეიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო. კორძეია გამოკითხვაზე გუშინვე დაიბარეს, თუმცა საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე არ მისულა. დღესვე გამოკითხვაზე მივა ლუკა ჭოხონელიძეც. სწორედ მოძრაობა ნაბიჯის დამფუძნებელია დადანაშაულებული მძიმე ბრალდებაში. ალბი კორძეიამ სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა პოსტი, სადაც ჭოხონელიძეს ერთ შემთხვევაში გაუპატიურებაში ამხელს, ხოლო მეორე შემთხვევაში საუბარია სექსუალურ შევიწროვებაზე. ჭოხონელიძე ბრალდებას უარყოფს. ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა. გოგოს არ უნდა გამოჩენა, არ უნდა ამაზე საუბარი, მისი მესმის. მე ამ ისტორიის მჯერა 100%-ით, რადგან 2023-ში ჩემმა მეგობრებმა წამიყვანეს ნაბიჯის ოფისში, მაკამ და თორნიკემ. ბავშვები იქ სვამდნენ, მეც დავლიე 1-2 ჭიქა. მაგ პერიოდში ჩემს ბინაში რემონტები მქონდა და ძალიან გადაღლილი ვიყავი. წავედი სხვა ოთახში და პუფებში ჩავწექი. გამეღვიძა შეგრძნებისგან, რომ ვიღაც ხელებს მითათუნებდა სხეულზე. თავი რომ მოვატრიალე, დავინახე რომ ეს იყო ლუკა. მოკლედ ლუკამ თავი მოიკატუნა, ვითომ ეძინა რომ აერიდებინა ჩემთან გარჩევები ალბათ. გავედი ისევ იმ ოთახში, სადაც სვამდნენ. გავაღვიძე ჩემი მეგობარი თორნიკე და ეგრევე წამოვედით. მინდა მივმართო ადამიანებს, ვინც აფინანსებს ამ ლუკას და თავის მეგობრების სამომავლო პოლიტიკურ კარიერას. უკაცრავად არ გაქვთ. პირველ რიგში არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია და მინდა მკაფიოდ არის ის, რომ სიმართლის დადგენა, უფრო გასაჯაროვება პირველ რიგში ჩემს ინტერესშია. სიმართლის დასადგენი გზებიდან ნებისმიერზე ვარ თანახმა, სასამართლოზე, პროკურატურაზე და ასე შემდეგ. ამ თემაზე ჭორის დონეზე საუბარი პირველ რიგში მათ აზიანებს, ვინც მართლა წაწყდომია და აწყდება ამ ამორალურ საქციელს. ახლა დაიწყება მტყუან მართლის გარჩევა. იმის გარჩევაც საჯაროდ უნდა დაწერილიყო თუ არა, მაგრამ ყველას დაავიწყდება მთავარი. რას გრძნობს ახლა ის გოგო, ვინც სავარაუდოდ გააუპატიურეს. მინდა იცოდე, ჩემო ლამაზო, ჩემო პატარა, ჩემო ძვირფასო, რომ შენი ბრალი არ არის ის, რაც გადაგხდა. შენ არ გამოგიწვევია ეს ყოველივე. მე ვიცი, რამდენს რისკავს ქალი, როცა ამას ამბობს. ამდენად მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ბრალდების ავტორიც და ადრესატიც ოპოზიციის აქტივისტია, ნაციონალურ მოძრაობაში ლუკა ჭოხონელიძეს იცავენ და აცხადებენ, რომ მის უდანაშაულობას მტკიცებულება არ სჭირდება. ნაცმოძრაობაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო გუნდში აღნიშნავენ, რომ მოხდა თუ არა დანაშაულებრივი ფაქტი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ვიცნობ ლუკა ჭოხონელიძეს, მეგობრობ, ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ახალგაზრდაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას არათუ აი ამ განცხადებასთან შემხებლობა არ ქონია, არამედ აი ამ ყველაფერს კი დაადასტურებს და მტკიცებულება არ ჭირდება იმას, რომ ლუკა არის ძალიან კეთილსინდისიერი, პატიოსანი და წესიერი ახალგაზრდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფერი სიკეთე და უფლებების დაცვა, აი ეგრეთ წოდებული ვითომ NGO სექტორიდან არასოდეს არ მოდიოდა და ვერ წამოვა. ერთმანეთში ჰქონდა და ექნება დაპირისპირება, აი როგორც ამ შემთხვევაში, ზოგი ჩხუბში ადანაშაულებს, ზოგი სექსუალურ შევიწროებაში და ასე შემდგომ. ეს ყოველთვის ექნებათ, იმიტომ რომ მათი შინაგანი ბუნება არის ასეთი. ძალიან მძიმე არის ეს ბრალდება, შესაბამისად, ვინც აბრალებს, რა თქმა უნდა, მტკიცების ტვირთიც იმისკენ არის, გამოძიება დაინტერესდა, რა თქმა უნდა, და მკალბატონმა უნდა წარადგინოს რაიმე ტიპის მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებამ ეს პროცესი სწორად წაიყვანოს და ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ასეთი ბრალეულობა გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი უნდა იყოს დაჟილი კანონის მაქსიმალური სიმკაცრით. თუ ერთი ადამიანი მეორეს აბრალებს კონკრეტული დანაშაულის ჩადენას, ეს არის გამოძიების დაწყების საფუძველი, გამოძიების საგანია და შესაბამისად გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ნამდვილად მოხდა თუ არა დანაშაულებრივი ფაქტი. ამასთან დაკავშირებით მეც ვერ მოგახსენებთ.
ევროკავშირი უნგრეთს იმ კანონის გაუქმებას სთხოვს, რომელიც არასრულწლოვნებს LGBT პროპაგანდის განიცავს. ევროპული გაერთიანების სასამართლომ 2021 წელს მიღებული ეს კანონი ევროპულ სამართალთან შეუსაბამოდ ცნობდა ბუდაპეშტს მისი გაუქმება დაავალა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას მოქმედი პრემიერ-მინისტრისთვის კატეგორიულად მიუღებელია ვიქტორ ორბანი ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ბრიუსელის სატკეპნი მანქანა უკვე ამუშავდა. ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან. ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს. ჩვენ არ დავთმობთ ბრძოლას ევროპის სულისთვის. ევროკავშირის გადაწყვეტილება და მოთხოვნა ოფიციალური ბუდაპეშტის მიმართ, რომ გაუქმდეს არასრულწლოვანებში LGBT პროპაგანდის ამგზავრავი კანონი. თბილისში მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ გლობალური ძალის თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ტრადიციული ღირებულებებია. ამის კლასიკური მაგალითი უნგრეთთან ერთად სწორედ საქართველოა. სახელმწიფო გუნდის წევრების თქმით, ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ოჯახური ღირებულებების დაცვას და ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, რის გამოც ხელისუფლება ევრობიუროკრატების მხრიდან თავდასხმის სამიზნეა. უნდა შეასრულოს თუ არა უნგრეთმა სასამართლოს გადაწყვეტილება და უნდა დააკანონოს არასრულწლოვანებში LGBT პროპაგანდა. ამ საკითხს სახელისუფლების ოპონენტები პირდაპირ პასუხს ვერ სცემენ. დღეს კი თქვეს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა აუცილებელია, თუმცა მაშინ, როდესაც შესაბამის კანონს საქართველოს პარლამენტი იღებდა, მხარი არ დაუჭირეს და კენჭისყრის დროს ხსოვმათა დარბაზიდან გაიბარნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოჯახური ღირებულებები, ტრადიცია, რელიგია არის ის ნაწილი ჩვენი იდენტობის, რომელიც ყველა უნდა დაუცვათ. მადლობა. წინააღმდეგებოდით მაშინ ქართულ კანონს ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუ ასე ფიქრობთ? თუ ვინმე მიცის ოჯახი, ეს ჩვენ ვართ ნამდვილად. პირდაპირ მოწოდებები იყო ჩვენ, როდესაც ოჯახის დაცვისა და ღირებულებების შესახებ კანონი მივიღეთ, როგორი შემოტევა იყო ამ ღვთისმშობლთან დაკავშირებით და ახალაც გრძელდება, ხო, პირდაპირ რეზოლუციებსაც იღებენ, პირდაპირ მოწოდებებია, რომ აღნიშნული კანონპროექტი იყოს გაუქმებული. საერთო ჯამში საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ყველას სთხოვენ იგივე დამოკიდებულება აქვს, როგორც ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე იმ ქვეყნებთან, ვისაც გაცხადებული აქვს ევროკავშირის გზა. და რა ვიცი, ჩვენ ნახეთ ბოლო წლების განმავლობაში თუ რა შემოტევები, შანტაჟი, მუქარები იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სერიოზული ტესტი ბატონი მადიარისთვის, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა კონსერვატორული ღირებულებების დაცვის დაპირებებით. და ამ შემთხვევაში უკვე ბრიუსელმა მას მოსთხოვა ისეთი რაღაცის გაკეთება, რაც უნგრელი ხალხისთვის არის მიუღებელი. ჩვენ ხედავთ, რომ მაგალითად პოლონეთი დაავალდებულეს, რომ გეი წყვილი, რომელმაც იქორწინა სხვა ქვეყანაში და პოლონეთში ეს არის აკრძალული, ვინაიდან გერმანიაში ეს ყველაფერი იყო დაშვებული, ახლა ამ წვილს უნდა მიცეს, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია. ზუსტად ანალოგიურთან გვაქვს საქმე უნგრეთის შემთხვევაში, როდესაც ერთის მხრივ ბრიუსელი ამბობს, რომ თავისი კანონმდებლობა შეუძლია მოარგოს ქვეყანამ ისე როგორც საჭირო ჩათვლის, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც უნგრეთს აქვს კანონმდებლობა იმდაგვარად, რომ არასრულწლოვანებს იცავენ LGBT პროპაგანდისგან, ამ შემთხვევაში უკვე ბრიუსელმა უნგრეთის დაავალდებულა, რომ მოერგოს თვითონ ბრიუსელის პოლიტიკას. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან დამაზიანებელი თვითონ ბრიუსელისთვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ LGBT პროპაგანდა არის გამოწვევა და ამაზე თითქოს კილიკი გვესმოდა და გვესმის ახლაც ზოგიერთი პირისგან, რომ ეს არ არის ის საჭიროება და აუცილებლობა, რომელიც კანონით უნდა იყოს დარეგულირებული, კიდევ ერთხელ დასტურდება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ასე გვიგრძელებდნენ LGBT პროპაგანდის აკრძალვას სკოლებში და ბაღებში, მაგალითად ის, რომ ქალი კაცია და კაცი კაცია, სამწუხაროდ თურმე მამანისთვის ეს აღიარებული ჭეშმარიტება არ არის, რაც ჩვენთვის ტრადიციული და ისტორიული ქვეყნისათვის და ამ ქვეყნის შვილებისათვის კატეგორიულად მიუღებელია. ევროპისა და ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციების ოფიციალური დოკუმენტების მიუხედავად, დიუშენის სინდრომით დაავადებული პაციენტების მშობლები ამტკიცებენ, რომ მედიკამენტები ეფექტურია და საკითხზე საჯარო დისკუსიას ითხოვენ. მშელობის გაგრძელებისა და კიდევ ერთხელ საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით საკითხი საზოგადოებრივ დისკუსიაზე მეტად პროფესიონალურად და შეფასებას მოითხოვს, რადგან ეს არის საკითხი, სადაც მთავარია უსაფრთხოება და ეფექტიანობა. ყველა ის მედიკამენტი კი, რომელიც
რომელიც არის მოთხოვნის საგანი, პრაქტიკულად უფუნქციოა. ირკვევა, რომ პრეპარატ ელევიდის ევროპაში ავტორიზაცია არაეფექტიანობის გამო შეუჩერდა. ამერიკამ კი ფატალური შედეგების შესახებ გაფრთხილება დაამატა. პრეპარატ ჯივონასადზე კი გამოწვეული გარდაცვალების შედეგებს სწავლობს ბრიტანეთის მარეგულირებელი, მიმდინარეობს დამატებითი კვლევებიც. ამავე პრეპარატის დაფინანსებაზე უარს აცხადებს საფრანგეთის ჯანმრთელობის ეროვნული ორგანოც. უკვე მომზადებულია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც დიუშენის პაციენტებს საქართველოში ზოგიერთ სხვა იშვიათ დაავადებებთან ერთად ამბულატორიული, სტაციონარული და კვლევითი მომსახურება გაუფართოვდებათ. ვინაიდან ეს თემა გამოვიდა სააშკარაოზე და გახდა ხელისუფლების, საზოგადოების, მედიის ყურადღების საგანი, მოვითხოვთ ღია საჯარო დისკუსიას ხელისუფლებასთან და პროფესიონალებთან. უკლებლიw ყველა მედიკამენტთან დაკავშირებით, რომელიც არის ამ შემთხვევაში აქტუალურად მოთხოვნის საგანი. უკლებლიw ყველა მათგანთან მიმართებაში თქვით ის თუ რა იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი კითხვა თითოეულ ასეთ მედიკამენტთან დაკავშირებით, ისეთი რომელიც უკავშირდებოდა ან წამლის უსაფრთხოებას, ან წამლის კრიტიკულად მცირე ეფექტიანობას, ანუ პრაქტიკულად უფუნქციობას ასეთი მედიკამენტების. მიუხედავად მათი ფასისა და ასე შემდეგ. აქ მთავარი არის ეს ორი ფაქტორი: უსაფრთხოება და ეფექტიანობა. ამიტომ მე მგონი ყველასთვის ნათელი იყო, რომ ვისაუბროთ უკლებლიw ყველა მედიკამენტზე. შეგვიძლია ამაზე ბუნებრივია, რომ მსჯელობაც გავაგრძელოთ და აბსოლუტურად სრულფასოვნად მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას იმის შესახებ, რომ თითოეულ ასეთ მედიკამენტთან დაკავშირებით რა კონკრეტული კითხვები არსებობს. რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ეს მსჯელობა და რაღაცა საზოგადოებრივ დისკუსიასთან მეტად მოითხოვს პროფესიონალურად შეფასებას, პროფესიონალურად პასუხების მიღებას. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ საბოლოო შემაჯამებელი პასუხი გქონდეს და ამაზე ითქვა ზუსტად, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ისეთი პასუხები, რომელიც მოგცემ შესაძლებლობას თქვათ, რომ წამალი არის სარგებლიანი, წამალი არის რეალურად უსაფრთხო. აი ამის შემდეგ იქნება მარტივად გადაწყვეტილი. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია. სურენ პაპიკიან საქართველოს კოლეგა საქართველოს ვიცე-პრემიერი მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ მინისტრებმა და დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც თავდაცვის სფეროში ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემას რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემო და გამოწვევები წარმოადგენდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი, დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო ხორციელდება. პროექტის ფარგლებში საარჩევნო სისტემის განვითარების რეფორმისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები სამოქალაქო განათლების 500-ზე მეტ პედაგოგს უზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას საარჩევნო სწავლების მიმართულებით. მოგვიანებით კი პედაგოგები მიღებულ ცოდნას მასწავლებლებს გაუზიარებენ, რათა არჩევნების მნიშვნელობას და საარჩევნო უფლებებზე ახალგაზრდებს სკოლის ასაკიდანვე მიეწოდოთ ინფორმაცია. 21 აპრილს პროექტის რიგი შეხვედრა ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში გაიმართა. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ ყურადღება გაამახვილეს სამოქალაქო განათლების პედაგოგების მნიშვნელოვან როლზე სასკოლო ასაკიდან ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ჩვენ ვიმყოფებით ლაგოდეხში, სადაც განათლების ადგილობრივ რესურს ცენტრთან ერთად ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო განათლების პედაგოგების გადამზადებას იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც უკავშირდება არჩევნებს და დემოკრატიას და იმ უფლებებს და ინფორმაციას, რაც უკავშირდება საარჩევნო საკითხებს ზოგადად. ჩვენ ხვდებით საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, პროექტი მასშტაბურია, მოიცავს 28 მუნიციპალიტეტს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებს. სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაში სამოქალაქო განათლების როლი ძალიან დიდია. ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა ჩვენ დაგვეხმარება მოსწავლეებთან ისეთი თემების დამუშავებაში, როგორიცაა საარჩევნო სისტემა და აქტიური მოქალაქის როლის დანახება მოსწავლისთვის.
სამტრედის მუნიციპალიტეტში ცხოველთა სტერილიზაციის, ვაქცინაციისა და იდენტიფიკაციის მასშტაბური კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ქართველი და პოლონელი ვეტერინარები ერთმანეთს პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ. სამტრედის მუნიციპალიტეტში 500-ზე მეტ ცხოველს სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია ჩაუტარდება. პროცესში ჩართულია ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი. ვეტერინარული მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც პატრონიანი, ასევე მიუსაფარი ცხოველებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ ხალხთან და მთავრობასთან თანამშრომლობა. ერთად ბევრად მეტის გაკეთებას შევძლებთ. ეს პროექტი ითვალისწინებს მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების სტერილიზაცია, ვაქცინაცია, კასტრაციას და იდენტიფიცირებას, რომელშიც აქტიურად ჩართული ვარ მე, როგორც ერთ-ერთი ცხოველმოყვარული, ჩემი მიკედლებული ცუგებთან ერთად, რომელთაც ჩაუტარდათ ყველა ეს პროცედურა. ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა და აი სწორედ ასეთი პროექტი და ასეთი მიდგომა შეამცირებს და საბოლოოდ აღმოიფხრება ქუჩაში მიუსაფრების არსებობა. აღნიშნულ ღონისძიებებში ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრთან ერთად მონაწილეობენ გურჯაანის, გორისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალური თავშესაფრების ვეტერინარები. აღნიშნულ პროცესის ფარგლებში ქართველ და პოლონელ ვეტერინარებს შორის ინტენსიურად მიმდინარეობს გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის ურთიერთგაზიარება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თბილისის მერია 3600-მდე ვაუჩერს გასცემს. საკურორტო ვაუჩერი დასასვენებლად არანაკლებ 6 დღეღამეა განსაზღვრული. ვაუჩერით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი საქართველოს მთისა და ზღვის კურორტზე დასასვენებლად ადგილს სასტუმროს და დროს თავად ირჩევს. უახლოეს დღეებში საკურორტო ვაუჩერების დარიგების პროცესი დაიწყება. ვაუჩერის გამოყენება ვადა 1 მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით არის განსაზღვრული. კურორტებზე დასასვენებლად განკუთვნილი ვაუჩერების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და შესაბამისად დასვენების შესაძლებლობა ამ საჭიროების მქონე მეტშიშუმო პირს ეძლევა. ვაუჩერის დასასვენებლად არანაკლებ 6 დღეღამე არის განსაზღვრული, 6 დღეღამის განმავლობაში შესაძლებელია დასვენება. ვაუჩერით მოსარგებლე შიშუმო პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი საქართველოს მთისა და ზღვის კურორტებზე დასასვენებლად ადგილს, სასტუმროს და დროს თავად ირჩევს. უახლოეს დღეებში საკურორტო ვაუჩერების დარიგების პროცესს დავიწყებთ. მიცკევიჩის ქუჩის ნომერ 4-ში მდებარე 4-სართულიანი ავარიული სახლის ადგილზე თანამედროვე კორპუსი აშენდება. ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით მერიას მოსახლეობამ მიმართა. სახლი დღეის მდგომარეობით მეოთხე ხარისხის დაზიანების მქონეა და მასში 20-მდე ოჯახი ცხოვრობს. სახლის აშენების შემდეგ მესაკუთრეები გარემონტებულ ფართებს მიიღებენ. დავაანონსეთ საკმაოდ საინტერესო პროგრამა, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ისტორიულ არეალებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ადამიანებს ჩვენ მუნიციპალიტეტმა შევთავაზოთ ფართების გამოსყიდვა. საბაზრო ღირებულებით, რომელსაც შეაფასებს სამხარაულის ეროვნული ბიურო, საბაზრო ღირებულებით მუნიციპალიტეტი მზად არის თუ იქნება 100%-იანი თანხმობა გამოისყიდოს ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლებში მცხოვრები ადამიანების ფართები. 22 აპრილს დედამიწის დღეა. თარიღთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ნომერ 1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა თემაზე ტყე და დედამიწა პრეზენტაციები წარადგინეს. ღონისძიების ფარგლებში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 22 ტუიას სახეობის ნერგი დაირგო. დედამიწის დღე 1970 წლიდან აღენიშნება. დედამიწის დღესთან დაკავშირებით დარგვის აქცია დავგეგმეთ კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, პირველ საჯარო სკოლაში ბავშვებთან ერთად დავგეთ წიწოვანი სახეობის 22 ნერგი. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო მუდმივად ზრუნავს საზოგადოების შემეცნების ამაღლებაზე და ჩვენი მომავალი თაობის ჩართულობაც ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვებს ადრეული ასაკიდან ვასწავლოთ გარემოს მოფრთხილება, სასიამოვნო დღე გამოვიდა და ვფიქრობ ასეთი
ინიციატივები ძალიან კარგი იქნებოდა ბავშვებთან ერთად ჩვენს რეგიონში, რომ განვახორციელოთ ხოლმე პერმანენტულად. მე და ჩემმა მეგობრებმა დავხატეთ ჩვენი თვალით დანახული გარემო და დედამიწა და ყველას მოვალეობა იქნება, რომ გავუფრთხილდეთ ტყეებს და გარემოს. დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილსერვის ჯგუფის და დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით აღნიშნული ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა. სამუშაოების შეუფერხებლად შესრულებისთვის მობილიზებული იყო შესაბამისი სპეცტექნიკაც. აქციის მთავარი მიზანი საზოგადოებაში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლება და ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების მნიშვნელობაზე ხაზგასმაა. ეს აქციები წელიწადში რამოდენიმეჯერ გვაქვს კალაპოტის გარშემო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამშენებლო ნაგავი და საყოფაცხოვრებო ნაგავი არის ერთად აქ დაყრდილი. მიუხედავად იმისა, რომ ძიმე ტექნიკის საშუალებით გამოდივართ, ასევე ცოცხალი ძალა ასეულობით ადამიანი არის ჩართული პერმანენტულად ყოველთვიურად, მაინც გამწვანებული ტერიტორიები გამოყენებულია სანაგვედ და არა იმისთვის, რომ ხალხმა დაიცვენოს და რეკრეაციული ფუნქციები მისცეს. ამიტომ ვთხოვთ მოსახლეობას, რომ ყველამ ერთად შევინარჩუნოთ შესაბამისი სეზონისთვის არსებული რეკრეაციული სივრცეები, გავატაროთ ოჯახებთან ერთად სასიამოვნო დრო და დავანაგვიანებთ აქაურობას. მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებას მიეცეს ყოველდღიური სახე და იყოს სისტემატიურად. მადლობა მინდა გადაუხადოთ თბილისერვის ჯგუფს, რომ ასე აქტიურად ახორციელებენ დასუფთავებას და ჩვენი თბილისი არის გალამაზებული მათი ჩართულობით. ახალი ამბები 4-ზე ამით დასრულებულია. მე გემშვიდობებით, ეთერს კი პოლიტიკური პოსტი გააგრძელებს.